ამ სტრატეგიამ Upwork-ზე $7,000 გამომამუშავებინა და მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენს გაგიზიაროთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებ, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რამდენად მოგეწონებათ, ან ზოგადად რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და ვიდისკუსიოთ, ვისაუბროთ, რაც მეც ვილაპარაკებთ, მით მეტ წარმატებას მივაღწევთ და მით მეტი ჯანსაღი აზრი დაიბადება რა. მოკლედ, Upwork-ზე ერთ-ერთ პროექტზე გამოვიმუშავე $7,000 და ეს ყველაფერი გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი სტრატეგიით და ამაზე ვილაპარაკოთ რა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სტრატეგია მათთვის, ვინც ახლა იწყებთ და პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობთ ფრილანსინგ პლატფორმებზე. ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ რა, როდესაც საუბრობთ ჩვენ ფრილანს პლატფორმებზე, იქ ყველაზე მნიშვნელოვანია და გადამწყვეტიცაა კლიენტის შეფასება. და როდესაც თქვენ შეფასება არ გაქვთ, ანუ ახლები ხართ, საერთოდ დამწყებები ხართ და არც თანხა გაქვთ გამომუშავებული, არც საათი გაქვთ ნამუშევარი, არაფერი როდესაც იქ არ გიჩანთ, ჩათვალეთ, რომ კლიენტის ნდობა არის ძალიან დაბლა დაწეული და ჩვენი მთავარი მიზანიც არის სწორედ ეგ, რომ კლიენტს ნდობა მივანიჭოთ და საბოლოოდ მოვახერხოთ ის, რომ პირველი პროექტი ავიღოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა ეს ყველაფერი. ძალიან ცხელი ზაფხულია, მაგრამ ცხელი თემაცაა და მოკლედ ამაზე ვილაპარაკოთ დღეს. წარმოვიდგინოთ ასეთი ამბავი რა, შენ ხარ კლიენტი ამ შემთხვევაში და შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გაქვს გასაკეთებელი და ამისთვის გჭირდება ფრილანსერი. მაგალითად, ბავშვის ზეიმია ხვალ, ქორწილის ვიდეო გაქვს დასამონტაჟებელი, არ ვიცი, ნებისმიერი რამ, რაც თვლი რომ ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესია, რომ ხვალ დილას 10 საათზე გქონდეს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რა თემატიკას ეხება ეს, შეიძლება საიტის აწყობა იყოს, შეიძლება ვიდეო მონტაჟი იყოს, შეიძლება სულ სხვა რაღაც ბუღალტრული აღრიცხვა რა. და მოგდის ორი შეთავაზება ამასთან დაკავშირებით. ერთი დამწყები ფრილანსერის, მეორე გამოცდილი ფრილანსერის. შენი ბიუჯეტი არის $100 და ორივე გთავაზობს $100. რომელს აიყვანდი? აი გულწრფელად რო ვილაპარაკოთ რა. მე რო ვიყო გულწრფელი, გეტყვით იმას, რომ აუცილებლად გამოცდილს ავიყვანდი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია და არ მინდა რომ გავრისყო და ასე შემდეგ რა. თუმცა მაშინ აქვე კიდევ ერთი ლოგიკური შეკითხვა ჩდება, რომ თუ ყველა ასე ფიქრობს, მაშინ რა უნდა ვქნათ ამ დამწყებმა ხალხმა, ხო? თუ მაინც ეს კლიენტი აიყვანს იმ ადამიანს, ვინც არის გამოცდილი, ვინც, რა ვიცი, $100,000 შეულობს და ან გამომუშავებული აქვს უკვე $900,000. რა გავაკეთოთ ჩვენ დამწყებებმა და ზუსტად ამ თემაზე მინდა რომ ვილაპარაკო, როგორ ავიღოთ პირველი პროექტი და საბოლოოდ როგორ მოვახერხოთ ის, რომ კლიენტის გული მოვიგოთ. მე მაგალითად ვაკეთებდი ყოველთვის ერთ რაღაცას და ზუსტად მაგ რაღაცის გაზიარება მინდა დღეს. როდესაც თქვენ პროექტზე აგზავნით, ჩართული ხართ, ჩათვალეთ აუქციონში ოღონდ პირიქით. ანუ რას გულისხმობ ახლა რა? თქვენც თუ დამწყებებმა $100 შესთავაზეთ, ანუ იმდენი შესთავაზეთ კლიენტს რამდენიც აქვს, საბოლოოდ დამიჯერეთ, რომ ყველა გამოცდილი და წარმატებული ფრილანსერი მაგას თავაზობს. ანუ $100 თუ აქვს კლიენტს, გამოცდილები 100 თავაზობენ და შენ დამწყებაც თუ იგივე შესთავაზე, საბოლოოდ არ მგონია, რომ პროექტი აიღო და რა თქმა უნდა უპირატესობა მიენიჭება გამოცდილ ფრილანსერს. ამიტომ რას ვაკეთებდი მე და რითი მოვიგი, ასე ვთქვათ, იმ კლიენტის გული, რომელზეც ვლაპარაკობ. შევთავაზე იმაზე ნაკლები, ვიდრე მას ბიუჯეტი თქონდა გათვალისწინებული. მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ რა, თუ კლიენტი იხდის $10, შევთავაზებ $7 და ამით შევალ, ასე ვთქვათ, იმ კონკურენციაში, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდება. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, მეგობრებო, რომ დავაინტერესო დამკვეთი რაღაცით. და ეს რაღაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შეთავაზებული თანხა, რამდენად მომხიბლელია ეს თანხა, რამდენად მოსწონს კლიენტს, რომ ნაკლები გადაიხადოს და რამდენად უღირს, ხო, რომ გარისკო საბოლოოდ, იმიტომ რომ შენთან ურთიერთობა უდრის რისკს, რადგან არ გაქვს შეფასებები და ხარ დამწყები. ამიტომ ეგ რისკი რო გაიღოს, მას სჭირდება რაღაც ბერკეტი, რაც საბოლოო ჯამში არის ჩვენ მიერ შეთავაზებული თანხა. შევთავაზოთ ყოველთვის იმაზე ნაკლები, ვიდრე კლიენტს აქვს ბიუჯეტით გათვალისწინებული და ვაიძულოთ, რომ დააკლიკოს თუ დააწყაპოს ჩვენ სამოტივაციო წერილს. როგორც კი ამას მოახერხებს, არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება ყველაფერი და ამით იგებთ რა. როგორც კი ამას მოახერხებს, მერე უკვე პორტფოლიოების ჭიდილი იწყება. შენ დამწყებს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო და კარგი პორტფოლიო უნდა გქონდეს, ვიდრე გამოცდილს. მესმის, რომ დამწყებს ვერ ექნება ისეთი, როგორიც სიტყვაზე იმას აქვს, ვინც 10 წელი ამ საქმეს აკეთებს, მაგრამ
არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მაინც რა, უნდა გეტყობოდეს, რომ გაქვს ყველა ის უნარი, რომელიც კლიენტს კონკრეტულ პრობლემას გადაუჭრის. შესაბამისად, შენ თუ მოუგებ ფასში, აი ამ გამოცდილ ფრილანსერს და კლიენტს იმაზე ნაკლებ შესთავაზებ, ვიდრე გააჩნია, დააწყაბებ შენს სამოტივაციოზე, გადმოვა და პირველი ჩასქროლავს პორტფოლიოს ნაწილზე. და ზუსტად იქ უნდა მოიგო მერე შენ. თუ გქონდა ისე რა პორტფოლიო ან ძალიან ცუდი პორტფოლიო ან მიუხედავი პორტფოლიო, დამიჯერე რომ ისე გასქროლავს და წავა იქიდან რომ საერთოდ არც მოგწერს და არაფერს არ დაგანახებს რა. მაგრამ შენ თუ დაანახე მას და აჩვენე, რომ ყველა უნარი გაგაჩნია, რომელიც პროექტს წარმატებისკენ წაიღებს, დამიჯერე რომ უფრო მეტი შანსია მოგწეროს, ვიდრე $10-დან $10 რო შესთავაზო რა. ჩათვალეთ მეგობრებო, რომ თქვენ რამდენადაც გამოცდილები არ უნდა იყოთ, ან რამდენად მაგრებიც არ უნდა იყოთ. შეფასების გარეშე ძალიან რთულია, რომ პირველი პროექტი აიღო და რაღაც გჭირდება, რაც საბოლოოდ კლიენტს აიძულებს, რომ დაგიქირაოს, იმიტომ რომ ყველას უნდა ასე თუ ისე ნაკლები გადაიხადოს იგივე შედეგით რა. ამას დაკვირვებული ვარ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით. და როდესაც მე ამ საქმეზე გავაგზავნე, თავიდან $3 ვიღებდი, ანუ $10-მდე ქონდა მითითებული თუ $7-მდე და $3 შევთავაზე და ამიყვანა, მე ნელ-ნელა გავზარდეთ და საბოლოოდ ავედით $7-მდე რა. ზუსტად აი ამ სტრატეგიით შევთავაზე იმაზე ნაკლები, ვიდრე მას ჰქონდა გათვალისწინებული, ამით დავკერე, ასე ვთქვათ და მე უკვე პროექტი გავხსენ. მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ რა, იმიტომ რომ რთულია, ძალიან რთულია მილიონობით ადამიანში შენ აგარჩიოს და ისეთ ხალხში შევეკვეხოთ, ასე ვთქვათ, რომლებიც ბრძღნიან და რავი, ყველაფერს აკეთებენ რა. და შენ უნდა მოახერხო ეგ საკუთარ თავთან ბრძოლის ხარჯზე თუ ფიქრის ხარჯზე თუ რავი, ნებისმიერი რაღაცის ხარჯზე, რომ გადალახო შედარებით დაბალ ბიუჯეტზე იმუშაო თავიდან და მერე უკვე ნელ-ნელა დობის მატებასთან ერთად, პროექტების მატებასთან ერთად მოახერხო ის, რომ ბიუჯეტი აწიო და დღეს თუ $3 თავაზობ, ხვალ $10 შესთავაზო რა. არ იფიქროთ, რომ ეს სულ ასე დარჩება. არ იფიქროთ ის, რომ სულ დაბალ შემოსავალზე იქნებით. არც ის იფიქროთ, რომ აი დაბალს თუ თავაზობ, ესე იგი ნაკლებ კვალიფიციური კადრი ვარ და ასე შემდეგ. არა მეგობრებო, ასე არ არის. დამიჯერეთ, ფრილანს პლატფორმები მუშაობს საერთოდ სხვადასხვანაირად და ეს არის ის ნომერ პირველი სტრატეგია, რომელიც გაშოვნინებთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უბრალოდ თავარ შეცდომას მანდუშვებენ ხოლმე, რომ ვერ წარმოიდგენენ, რამდენად დიდ კონკურენციაში უწევთ შესვლა, როდესაც ზუსტად იგივე ბიუჯეტში ჯდებიან, რა ტიპის ბიუჯეტსაც თავაზობს ძალიან მაგარი ფრილანსერი და რთულია მათთან კონკურენცია. მერე უკვე როცა გაიზრდები, როცა წარმატებას მიაღწევ, როდესაც გექნება გარკვეული პროექტები, აღებული საათები ნამუშევარი და ბლა ბლა ბლა, მერე უკვე რა თქმა უნდა შენ შეგიძლია რომ არ შესთავაზო ფლატ $3 და შესთავაზო $9, $8. სხვათა შორის მე ახლაც კი როცა უკვე გამოცდილი ვარ, მაინც შედარებით დაბალს ვთავაზობ ხოლმე. რატო? იმიტომ რომ ვუბიძგო იმისკენ რომ მომწეროს და მე პროცესში შეიძლება საერთოდ სხვა ბიუჯეტზე გავიდეთ, შეიძლება მოუმატოთ, შეიძლება დავაკლოთ, გააჩნია რა საქმეს და იმ შესასრულებელ რავი დავალებებს, რომელიც უნდა მომცეს კონკრეტულმა კლიენტმა თუ დამკვეთმა რა. ამიტომ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ეს ამბავი რა. ითამაშეთ აუქციონი, ოღონდ ფასები შედარებით დავაკლოთ. პირველი ეტაპი გავიჭირვოთ, რავი, შეიძლება 3 თვე, შეიძლება 1 თვე, შეიძლება 6 თვე რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ დობა მოვიპოვოთ და სანდოტიპი გავხდეთ პლატფორმაზე და მერე აი ამ შეფასებების პარალელურად თქვენივე შედეგებიც გაიზრდება, თქვენივე ბიუჯეტიც გაიზრდება და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ. ეს არის დატესტილი, საკუთარ თავზე მოქვს გამოცდილი და ზუსტად ვიცი, რაზე გელაპარაკებით რა. ამიტომ იფიქრეთ ამაზე, იფიქრეთ ყოველთვის შესათავაზებელ თანხაზე და ესე ძალიან მარტივად არ აგზავნოთ. გამოიკლიეთ ის თუ რამდენად ხარჯველუნარიანია კლიენტი, ეგ ყველაფერი Upwork-ზე არის აღწერილი, შეგიძლიათ ჩამოუყვეთ, რამდენს უხდის ფრილანსერებს ეგეც დაათვალიერეთ, თუ მაგალითად ვიღაცას $100-ზე ნაკლებს, უბრალოდ $100-ზე მეც არ უხდის და შენ 200 და 300 შესთავაზე, რა თქმა უნდა არ აგიყვანს. თუ ვიღაცა საათში $5-ზე მეც არ იხდის, შენც რა თქმა უნდა არ გადაგიხდის $10 რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიდი და საინტერესო პროექტების აღების პროცესში მოვიკვლიოთ კლიენტი ეს ერთი და მეორე მხრივ მოვიკვლიოთ ფასი, რომელსაც საბოლოოდ შევთავაზებთ ამ ჩვენს დამკვეთს და ასე ხდება მერე საბოლოოდ წარმატების მიღწევა. ეგ არის, გაითვალისწინეთ ეს რჩევა, მინდა რომ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და საბოლოოდ ძალიან წარმატებულები გახდეთ.
თუ არ იცით როგორ უნდა გადადგათ მეგობრებო ფრილანსში პირველი ნაბიჯები და რა არის ამისთვის საჭირო, შეგახსენებთ რომ მაქვს ერთთვიანი პროგრამა, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე. გადმოდით ჩემს LinkedIn-ის ლინკზე, რომელიც აღწერაშია, მომწერეთ რომ დაინტერესებული ხართ ამ პროგრამით და მე უკვე გაგიზიარებთ დეტალებს. მე მგონია რომ ძალიან ღირებული ვიდეო გამოგვივიდა, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულიც და ამიტომ ძალიან გთხოვთ ეს რჩევა გაითვალისწინეთ. გამოიწერეთ ახლა ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გამიზიარეთ კომენტარებში რამდენად მეთანხმებით და რამდენად არა. მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ და შევხვდებით მალე. აბა დროებით.